ქალი გათხოვებამდე აუცილებლად უნდა ჩაატაროს საერთო ანალიზები, ანუ აქ შედის სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, ბაქტერიოლოგიური ანალიზი ყელიდან, აღებული ნაცხი, აუცილებელია გაკეთოს ანალიზი ტორჩ ინფექციებზე ან ქლამიდიის განსაზღვრა სისხლში, რა ქვია, ნერვიჩი. ეხა მონადა, ეხა ფუფ. არა, სამ უჭრით არ არის პრობლემა. აი, ჰერპესზე აუცილებლად ციტომეგალოიოზის ჰერპესი, მე კაშმუხაზე აუცილებლად რუბელა, აუცილებლად ქლამიდიაზე, აუცილებლად უნდა ჩაატაროს მანამდე. მაინც ეს ანალიზი კეთდება აუცილებლად ორსულობის დროს და ჯობია რომ ეს ანალიზები ყველაფერი გაკეთდეს აუცილებლად მანამდე. ჯგუფი და რეზუსი აუცილებლად აღაბატონი უნდა იცოდეს თავისი რეზუსი, იმიტომ რომ რეზუსის რეზუს უარყოფითი რეზუს ფაქტორს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო? და წინასწარ რო იცის ქალბატონი რო არის რეზუს უარყოფითი, რა თქმა უნდა, მე სწორად ჩატარდება მისი ორსულობა. აი ეს არის დაახლოებით ეხოსკოპია. თქვათ რამ ესეთი პროცედურები, რაც თქვათ წყვილმა უნდა ჩაიტაროს ან გაიაროს, მანამ სანამ გადაწყვეტება ბავშვი შეეძინა. აი იგივე აბსოლუტურად იგივე პროცედურები უნდა ჩაატაროს მეოთხე. ინფექციებზე, ვირუსებზე უნდა გაკეთდეს ანალიზი, ინფექციებზე და თუ ჩივილი ქონდა როდისმე მამაკაცს, ხო? უნდა მივიდეს ანდროლოგთან და მასთან ჩაატაროს კონსულტაცია და ქალბატონი რა თქმა უნდა მივიდეს გინეკოლოგთან და ჩაატაროს კონსულტაცია გინეკოლოგთან. ანუ შე შემთხვევაში მგონია მარტო ქალები რა კაცები ამჩილობელია ეს. საერთოდ ანუკა იცით რა მე მქონდა გამოსვლა სექტემბერში შარშან ერთ-ერთ კონფერენციაზე და რომ მზადებოდი მაგ გამოსვლისთვის რა თქმა უნდა ორსულობაზე რო არის ლაპარაკი ქალზე კი ბატონო ლაპარაკი მაგრამ ამ ორსულობაში მონაწილეობს კაცი ხო აუცილებლად ჭირდება რომ ხამა ხო და რა დახედე იმ ანდროლოგიის საერთოდ იმაზე ხო ანუ რა კეთდება და აღმოჩნდა რომ იცით ქალმა უკვე მიეჩვია და ჩვენ მივაჩვიეთ უკვე საზოგადოებამ და გასუდარსტონაში ანუ ქალის მიმართ ყურადღება არის უკვე დიდი ხანია და ქალმა უკვე ისწავლა ეს რომ უნდა მივიდეს გასთან ჩვენ ეხლა ერთადერთი აი ეს სანამ გათხოვდება ჯერ ვერ მივაჩვიეთ ვერანაირად ალბათ უფრო ჭირდება პროპაგანდა და კარგია რომ თქვენ ეს შეკითხვა იმას გქენთ იმიტომ მართლა ასე მაგრამ ქალი მარტო კი არა კაცმაც უნდა მივიდეს და კაცს ვერ ვასწავლეთ ჯერ და ვერ მივაჩვიეთ ეს საზოგადოების ბრალია სხვათა შორის იმიტომ რომ მოთხოვნა იყო ვაიბძულებდით ქალებს требовали от них чтобы они пришли на обязательно და კაც არავინ არ კითხულობდა და დარჩა ეს კაცი უყურადღების ისა იმიტომ რომ ზოგს სწვენია მისვლა ექიმთან სწვენია არ არის მიჩვეული და არა და ძალიან უჭირს კაცებს სხვათა შორის და ძალიან ხშირია უშვილობა ზუსტად აი კაცის მიზეზის გამო ვახშენ მომატებული ეს უშვილობა ამიტომ მე ვთვლი რომ აუცილებელია და ძალიან კარგს იზამ თქვენ რომ ეს მართლა აი ეს საკითხი იქნებ ცალკე ეხლა და მე თუ მომავალში ხო აი საერთოდ ცალკე გადავხედოთ მაგ საკითხს იმიტომ მე მაშინაც გამოვედი იმაზე და ვთქვი სხვათა შორის რომ კაცები ძალიან დაჩაგრულები ჩვენი მხრიდან ძალიან очень прибавилось ძალიან самоимада არასასიამოვნო ისინი результаты этого ეს არის დაახლოებით აი ასე პირველი მეორე რა არის მესამე ანუ რამდენად ხშირად უნდა მივიდეს ხალი
სტანდარტის მიხედვით, ხო, საქართველოში არის 4 ვიზიტი ეკუთვნის ორსულ ქალს, 4 ვიზიტი. პირველი ვიზიტი არის 12-13 კვირაზე, მეორე ვიზიტი არის 19 კვირაზე, მესამე 30 კვირაზე და მეოთხე არის 36 კვირაზე. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან არის მცირე, იმიტომ რომ ძალიან დიდი შუალეთი არის ყოველი ვიზიტ შორის და ვთვლი, რომ აუცილებელია 8-10 ვიზიტი ორსულობის განმავლობაში, აუცილებელია ეს. რა გამოკვლევები უნდა იყოს? გარდა მაგისა, ვიზიტი არის ძალიან ღარიბი. პირველ ვიზიტზე კი ბატონო კეთდება ბევრი ანალიზები და უფასო. ანუ იქ-სისლის საერთო ანალიზი კეთდება, შარდის საერთო ანალიზი კეთდება C და B ჰეპატიტზე. C ჰეპატიტი ფასიანია, B ჰეპატიტზე არის უფასო. კეთდება ანალიზი იმაზე, რა ქვია მაგას, სპიდზე კეთდება ანალიზი უფასო тоже. სიფილისზე კეთდება უფასო, ძალიან კარგი. მაგრამ აუცილებელია დღევანდელმა დღემ, ხო, ვიჩვენა, რომ აუცილებელია გაკეთება ფარისებური ჯირკვლის ანალიზები და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, რაც არის тоже ფასიანი. და მინიმუმ პაციენტისთვის ეს ჩდება იქ 2 ანალიზი მინიმუმი აუცილებელია და შეიძლება 1 тоже გაკეთდეს და 3 ანალიზი ეს ჩდება დაახლოებით. მე ვამბობ საშუალო 30 ლარი პლუს კონსულტაცია ენდოკრინოლოგის აგრეთვე 60 ლარი. და მე ვთვლი, რომ ესეც უნდა იყოს უფასო უფასო პირველ ვიზიტში. მეორე ვიზიტი არის მარტო ერთადერთი 19 კვირაზე უფასო არის ეხოსკოპია. Всё. და გინეკოლოგის კონსულტაციებია ეს 4 тоже უფასო. მაგრამ მარტო ეს არც შარდის ანალიზი, არც სისხლის ანალიზი ძალიან ხშირია, რომ ქალბატონებს ორსულ ქალს ინფექციის გამო, რომელიც არსებობს საერთოდ ორგანიზმში, შეიძლება არსებობდეს, ემართება პიელონეფრიტი, ხო ძალიან ხშირია ეგ. და ვინაიდან ჩვენ არ აქვს უფასო შარდის ანალიზი, ხო? ვერ ვაკეთებ მაგას და არ ვიცით რა ხდება საერთოდ როგორი ანალიზია, შეიძლება ცილაც მომატებული იყოს, შეიძლება ლეიკოციტები მომატებული იყოს, ვერ ვაკეთებთ იმას, იმიტომ რომ პროგრამაში არ შედის უფასო. რა თქმა უნდა, როცა პატარა ეჭვიც არის, ექიმი უნიშნავს მაგას, მაგრამ ეს უკვე ფასიანია. და ყველას არ შეუძლია. ძალიან ხშირად საერთოდ ლაპარაკი თვითონ პაციენტი იწყებს, ჩვენთან ლაპარაკი, აი ამით იწყებს, ეს რა დამიჯდება? უკვე, ამიტომ ჩვენ ვიცით და ძალიან ვცდილობთ, რომ აი ნაკლებად იყოს ეს ნაგრუსკა, სუსტა ფინანსური თვალსაზრისით და ძალიან ვიცი მე ძალიან ბევრი ჩემი კოლეგები ცდილობენ, რომ ყველაფერში დავეხმაროთ, ოღონდ არაფერი გამირთულდეს, რა თქმა უნდა. და მეორე რომ დროულად დავეხმაროთ ადამიანს, რომ профилактику провести тех заболеваний, которые мусолобнелия ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხო? და მე შემდეგი ნახეთ 2 თვე არის. даже მეტი 19 კვირიდან 30 კვირამდე 2 თვე არის. და ამ 2 თვის განმავლობაში ჩვენ არ ვიცით, როგორ ვითარდება ეს ნაყოფი. ძალიან ხშირი ამ ბოლო წლები ძალიან გახშირდა ნაყოფის ზრდის შეფერხება. ეხლა ეს ბოლო წლები არის ძალიან დიაგნოზი ისეთი, მაგრამ მანამდე ჩვენ ვეძახდით მაგას ჰიპოტროფია პლადა, ხო? ანუ თქვენამდე იყო პაციენტი ზუსტად ქალაქიდან, ჰიპოტროფია პლადა არის 33 კვირის და ბავშვი არის კილო 200.
რომელიც უნდა იყოს აი დაახლოებით კილო 229-30 კვირაზე უნდა იყოს ბავშვი და 33 კვირაზე უკვე უნდა იყოს 2 კილო და რაღაცა და კილო 200. ესე იგი რა უნდა იმას აქნათ ჩვენ არსებობს რა თქმა უნდა კურნალობა და ამ შემთხვევაში ჩვენ იძულებულები ვართ რომ ნამდვილად დავიწყოთ ჩარევა ანუ საკეისრო კვეთა ხო? ხო და ნუ აქ ტაქტიკა სხვა არის და ესეთი არა გვაქვს საშუალება რომ 19 კვირა და 30 კვირა გავაკონტროლოთ რომ ვითარდება ეს ნაყოფი არა გვაქვს ამის საშუალება ამიტომ ძალიან ხშირად ცოტა გვიან ვერევით მაგაში ანუ რა არის ჩვენი ჩარევა კვება ცილით გამდიდრებული კვება ხო და არის პრეპარატები რომელიც შეიძლება ამინო 18 არის ეგეთი ცილა ხო თან უხსნით რომ ესეც და ესეც ორივე აუცილებელია და 21-ის სახეს არის საერთოდ ცილა ჩვენ ორგანიზმში და 18 სინთეზი ხდება მაგის და სამი ცილის სინთეზი არ ხდება ჩვენ და ამიტომ ჩვენ კვებით უნდა მივაწოდოთ ეს ანუ უნდა აუხსნა პაციენტს რომ ასეა ხო და პლუს ისე არის პრეპარატი ინტრავენულად შეგვიძლია გადაუხადოთ მაგრამ ძალიან ხშირად ცოტა გვიანია უკვე ჩვენი ჩარევა поэтому ეს არის ძალიან დიდი პრობლემა დღეისათვის და სამართლ ზრდის საგესოფეთის რაოდენობრივად და პრობლემა ხო და მე კიდე 30-დან 35-მდე ჭიბრალის შემოყვავა საერთოდ თავიდანვე შეიძლება იყოს ეხოსკოპიის 50 ლარი ვერიდები თუ თვითონ პაციენტი არ წავა და არ იმას იზამს ხო შენ თვითონ ხარ ორსულად და ძალიან კარგად იცი შენ რა ხდება და როგორ ხდება ძალიან ხშირად პაციენტი ორსული კი მაყოფილია მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია თქობა ფინანსური დახარჯვები ორსულობის დროს და ლაპარაკობენ მაინც აი მე დამიჯდა 2.500 რა ამბავია ეს კი მე მესმის ძალიან კარგად რომ ზოგიერთი ექიმი აჭარბებს ჩვენ შეგვიდა ეს ჩარევა აჭარბებს არ შეიძლება თორჩ ინფექციებს და რაღაცეებს 15-ჯერ გააკეთო ორსულობის პროცესში საკმარისია ერთხელ გააკეთებ საკმარისია აბსოლუტურად არ შეიძლება შედარებით სპარისებული 15-ჯერ გავაკეთეთ ერთხელ ვიცით უკვე რა ხდება და მაგრამ ვიცი რომ ზოგიერთი პაციენტი ექიმები უმნიშვნელოვანეს 3-ჯერ და 4-ჯერ არ არის საჭირო ამისი გადატანა ყოველ შემთხვევაში აი ასე ჩვენ დარდი არის ექიმი მიან გინეკოლოგის ის რომ ძალიან ცოტა არის ისინი ოფიციალური ჩვენი ისინი და მე აი პირდაპირ მოგიტყობ 8-10 აუცილებლად უნდა იყოს აუცილებლად უფასო დარბაზიანი და ძალიან გვიშლის ხელს კიდე სამსახურო კომპანიები ძალიან გვიშლის ხელს ეს მე არის ეს ცალკე საკითხია საერთოდ ალბათ ახლა ხედავ ყველა იმაზე დავედინე თუ კიბნეული საკითხია იმიტომ ძალიან ხშირად რაღაცას უნიშნავ ვთვლი რომ ეს არის აუცილებელი და სამა მაგრამ სადღაც კომპანია არ აფინანსებს მაგას იმ წამას არ აფინანსებს რომელიც არის და ის წამალი შენ დაუნიშნე იმიტომ თელეფიზიოლოგია უნდა მოგიყვოთ რატომ თელეფიზიოლოგია კი ბატონო მივალდა ის სადღაც კომპანიაში მოუყვები რა ხდება საერთოდ ორსულობის დროს და რა ძალიან საყურადღებო არის ძალიან მნიშვნელოვანი არის და იქ აუცილებლად აი ყორად აუცილებლად ქალში იმატება прибавляется жирные кислоты в организме прибавляется сахар ამიტომ сахарный диабет беременных ხო прибавляется холестерин ეს აი ხათაბა აი სამი აუცილებელია რომ ნაყოფი განვითარდეს აი სამი აუცილებლად ზატო დედას არ აწყობს ეს მაგის მომატება არანაირად არ აწყობს ანუ შენ ექიმმა უნდა ეს ყველაფერი ბალანსირებოს ჯანმრთელი ორგანიზმი თავისი ყველაფერს მოუვლის ჯანმრთელი ორგანიზმმა ჩვენ ხო არ ვიცით ეს ბავშვი ორსულად რო არის შეიძლება ჰიპოქსიაში დაიბადა შეიძლება რაღაცა ქონდა ისეთი პრობლემს ბებიას ბაბუას ისეთი რომელიც აი აქვს იმ კლეткаже ничего не забывает
უჯრედი არაფერს არ იმაშობა, ничего не забывает абсолютно. Третьем, четвертом, пятом правиле ყველაფერი ახსოვს. ხო და ამიტომ ჩვენ აუცილებლად ჭირდება 8, 10 და 3 და კოაგულოგრამასა აუცილებელია, კოაგულოგრამა აუცილებელია. ყველასთვის აუცილებელია. იცით რა, უწინ ასაკთან დაკავშირებით უნიშნავდით ხოლმე. აი, და მრავალ სამჯერ ნახშობიარები ქალის იმაში აუცილებლად სინჯადი და დღევანდელ დღეს ისეთ ცვლილებები შეხვდება даже პირველ სამში ნაშეგეშინდეს ძიბოქა ისეთ რაღაცები ხდება ხო უკვე პირველ შობიარებას ორსულობის დროს რომ აუცილებლად უნდა იყოს თავიდანვე და არა ერთხელ მარტო არა თავიდანვე უნდა იყოს ვაკეთდეს აი 10 კვირამდე 12 კვირა გააჩნია როცა დადგება ორსული აღრიცხვაზე ხო კოაგულოგრამა ისე ვერიდებით იმიტომ რომ ფასია მაგას აქვს ფასი გაიგო თავიდანვე უნდა ვიცოდე როგორია სისხლის ანალიზი და შარდის ანალიზი და ეს ბაზა იქნება ექიმისთვის ბაზა თავიდან ასეთია მე როგორ იცვლება ორსულობასთან დაკავშირებით ხო და აი უნდა შეადაროს ექიმმა ერთი მეორესთვის ხო იგივეა წნევა როგორია თავიდან და როგორ იცვლება მერე ამ წნევასაც აქვს სუტეჩნიერი იტმები რომ ვაკეთებდი ამას და ამასაც ვაკეთებდი რა თქმა უნდა სუტეჩნიერი იტმე ჩვენ რომ უნიშნავ პათოლოგიაში რო ვიყავი და სამ ექიმი რომ მუშაობდი назначала лекарство по часам როდის არის ისა ვაფერ ვსწავლობდით და სამ როდის არის და სამ როგორია დღეღამის განმავლობაში წნევა როგორ იცვლება არის თუ არ არის ცვლილებები ან ბიორითმებით წნევის ბიორითმების თუ არა და იმის მიხედვით ხო უნიშნავდი წამალს აბა პაციენტი თუ არ მიიღებდა 7 საათზე იმ წამალს რომელიც დაუნიშნე ხო წნევის საწინააღმდეგო და ერთთან იყო დიდი საყდორი მაგის ანუ საათებს აქვს მნიშვნელობა ბევრი რაღაცეები ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მოისპო დღეისათვის ორსულთა პათოლოგია აღარ არსებობს იმიტომ რომ აღარ არსებობს აბა